ნახევარ ეთერში გვერდება თავისუფალი დემოკრატების ლიდერი ირაკლი ალასანია, რომელიც დღეს ჩვენი გადაცემის სტუმარი უნდა ყოფილიყო სრულიად სხვა თემაზე, თუმცა მოვლენების განვითარების კვალდაკვალ რასაკვირველია ჩვენი საუბრის თემა შეიცვალა. მადლობა ბატონო ირაკლი, რომ იღებთ გადაცემაში მონაწილეობას. მე მინდა მოვისმინო თქვენი პირველი შეფასება, რას ნიშნავს, როცა ქვეყანაში პარტიის, ოპოზიციური პარტიის გენერალურ მდივანს შეიარაღებულ თავდასხმას უწყობენ. მე მართლაც ინგა ვაპირებდი, ბუნებრივია დღეს მე და თქვენ გვესაუბრა ბათუმელების პრობლემებზე, მაგრამ ამ თავზარდამცევმა ამბავმა, რომელიც პრაქტიკულად ცხადყოფს, რომ დღეს ქვეყანაში არის სრული განუკითხაობა, როდესაც ასეთი თავდასხმა ხორციელდება ერთ-ერთი პოლიტიკური ძალის გენერალურ მდივანზე. როდესაც ესეთი ლაჩრული ჩასაფრებით მეგობრის საფლავზე მისულ ადამიანს 5 ცეცხლსასროლი ჭრილობა მიაყენეს. ეს მეტყველებს იმაზე, რომ ჩვენს ქვეყანაში პრაქტიკულად ყველა მოქალაქე არის დაუცველი. მე არანაირ წინასწარ შეფასებებს არ გავაკეთებ, იმიტომ რომ იმედი მაქვს, რომ გამოძიებას ესმით თუ რამდენად სერიოზულად დგას საკითხი და იმედი მაქვს, რომ გამოძიება ძალიან სწრაფად დაადგენს ამ ლაჩრული მკვლელობის მცდელობის შემსრულებლებს, მაგრამ ასევე ჩვენ უნდა დავფიქრდეთ უბრალოდ იმაზე, რომ რა ქვეყანას ვაშენებთ და სად არიან ის ორგანოები, რომლებმაც უნდა უზრუნველყოთ თითოეული ჩვენი მოქალაქეს უსაფრთხოება. კიდევ ერთხელ ხაზს უსვამ, როდესაც ქვეყანაში პოლიტიკური პარტიის ერთ-ერთ ლიდერს ესე ლაჩრულად ჩასაფრებით მეგობრის საფლავზე გასულს უსწორდებიან, ეს ნიშნავს, რომ ჩვენს ქვეყანას სჭირდება ძალიან სწრაფად იმ ზომების მიღება, რომ საზოგადოებრივი უსაფრთხოება იყოს დაცული და ყველა მოქალაქემ საკუთარ ქვეყანაში დაცულად იგრძნოს თავი. მე მინდა მადლობა გადაუხადო ყველა პოლიტიკურ ძალას, რომელმაც სოლიდარობა გამოხატა ალექსი პეტრიაშვილის ჩვენი პარტიის მიმართ და მე ხვდები, რომ როდესაც ესეთი მაღალი სოლიდარობის განცდა აქვს ჩვენ საზოგადოებას, ჩვენ ამ უიმედობას, რომელიც სუფავს ქვეყანაში დავძლებთ ერთად. მე დარწმუნებული ვარ, რომ ალექს პეტრიაშვილი ძალიან მალე გამოჯამრთელდება და შეუდგება თავის ჩვეულ აზარტით და დინამიზმით თავის საქმიანობის გაგრძელებას. ბატონო ირაკლი, მე მესმის თქვენ ბრძანდებით პროფესიონალი და ეხლა არ ისაუბრებთ არანაირ ვერსიებზე, ვიდრე არ იქნება დაუშვათ გამოძიებისგან წინასწარ რაღაც ვერსიები გაჟღერებული, მაგრამ მე მინდა დაგისვათ ასეთი შეკითხვა. თქვენ ამას იღებთ როგორც პოლიტიკური პარტიის ლიდერი, როგორც პოლიტიკოსზე თავდასხმას, ანუ პოლიტიკურ მიზეზებზე ფიქრობ, თუ შესაძლებელია აქ დაუშვათ იყოს რაიმე ყოფითი თემა, რის გამოც შეიძლებოდა მომხდარიყო ალექსი პეტრიაშვილზე თავდასხმა. მე ინგა ძალიან კარგად მესმის თქვენი ინტერესი და მაღალი საზოგადოებრივი ინტერესი, მაგრამ მე როგორც პარტიის ლიდერი ვერ მიცევ ჩემ თავს უფლებას ნაჩქარევი დასკვნები გავაკეთო. გამოძიება შეიძლება წავიდეს ნებისმიერი მიმართულებით, ჩემი მოთხოვნა ხელისუფლებისადმი და შინაგან საქმეთა სამინისტროსადმი და ვიცი რა, რომ იქ საკმარისზე მაღალი პროფესიონალები არიან, მინდა მათ მოუწოდო, რომ ძალღონე არ დაიშურონ იმისთვის, რომ ობიექტური ჭეშმარიტება დაადგინონ. როგორიც არ უნდა იყოს ეს ობიექტური ჭეშმარიტება. სწორედ ამიტომ მე წინასწარ დასკვნებს ვერ გავაკეთებ და არ გავაკეთებ. ფაქტია, რომ იყო ერთ-ერთი პარტიის ერთ-ერთ მთავარ ლიდერზე თავდასხმა, მას 5 ცეცხლსასროლი ჭრილობა მიაყენეს და ეს გამოუძიებელი ან შეკითხვებზე პასუხგაუცემელი რომ დარჩეს ჩვენი ქვეყნის იმიჯისთვის, ჩვენი საზოგადოებისთვის იქნება მიუღებელი. ჩემთვის პირადად ეს მიუღებელი იქნება. მე დარწმუნებული ვარ იმ ლაჩრებს, ვინც ეს დანაშაული ჩაიდინა და მე ხაზი მინდა გაუსვა, რომ მეგობრის საფლავზე იყო თან ალექსი მისული, ჩვენი დამფუძნებლის ერთ-ერთი ჩვენი მთავარი, ასე ვთქვათ, ლიდერის ლევან მიქელაძის და დღეს პრაქტიკულად მეორეჯერ გარდაიცვალა ლევან მიქელაძე. მე ამას სრული პასუხისმგებლობით ვიტყვი, მის საფლავზე მის მეგობარს ესე გაუსწორდნენ. ამიტომ ეს არის პირადი შეურაცხყოფა, ეს არის პარტიის მიმართ დიდი თავდასხმა და ეს არის ბუნებრივია ჩვენი საზოგადოებრივი უსაფრთხოებისათვის დიდი გამოწვევა. ამას პასუხები უნდა სწრაფად გაეცეს. ბატონო ირაკლი, ერთი კითხვა მინდა დაგისვათ. ეკა მიშველაძე სექტემბერში საუბრობდა მასზე და მის მეუღლეზე განხორციელებულ ფარულ თვალთვალზე და ფარულ გადაღებებზე. მაშინვე ეს იყო ძალიან ხმაურიანი და ძალიან სკანდალური თემა, იმიტომ რომ ჩვენ საუბრობდით ჯერ ესეთი ადამიანების ფარულ თვალთვალზე და
პლუს პოლიტიკოსისა და ჟურნალისტის. შეიძლება თუ არა ჩვენ ვიფიქროთ, რომ აი რაღაც ისეთი ხდებოდა ამ პერიოდის განმავლობაში ალექსი პეტრიაშვილის გარშემო, რაც საზოგადოებისთვის იყო უცნობი. თქვენ თუ მიიღეთ მაშინ პასუხები, ვინ ახორციელებდა თვალ-თვალს თქვენს პოლიტიკურ ლიდერზე, თუნდაც პირადი თემების კვალდაკვალ. თუ მიიღეთ ასეთი პასუხი, რომელიმე ძალოვანი პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობა სამწუხაროდ ჩვენს ქვეყანაში, რა თქმა უნდა, არავისთვის არ არის გარანტირებული. ეს ესე იყო სამწუხაროდ სააკაშვილის რეჟიმის დროსაც და ივანიშვილის რეჟიმის დროსაც ესე გრძელდება. დიახ, მე ვადასტურებ, რომ ესეთი ინფორმაცია ჩვენამდეც მოვიდა, რომ მიმდინარეობდა ფარული მიყურადება და ჩანაწერების კეთება. მე ერთი რამე მინდა ვთქვა, რომ მხოლოდ და მხოლოდ ხელისუფლებას და უშიშროების ორგანოებს შეუძლია და მათ აქვთ რესურსი ასეთი ჩანაწერების განხორციელების და თუ ეს დადგინდა და მე უკვე მგონია რომ გამოძიება ამითაც უნდა დაინტერესდეს, პასუხი უნდა აგონს, სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა დაეკისროს იმათ, ვინც ესეთი ფარული მიყურადება განახორციელეს. ეს ასე ვთქვათ ამბავი უკვე აქოთთა. ამ მკვლელობის მცდელობით პრაქტიკულად სააშკარაოზე გამოვიდა ის თუ რა ხდებოდა რა ხდება ჩვენს ქვეყანაში, როგორი დამოკიდებულება აქვთ პოლიტიკოსების მიმართ ხელისუფლების წარმომადგენლებსაც და მათ შორის სპეცსამსახურების წარმომადგენლებსაც და საზოგადოება არ დაკმაყოფილდება ვიდრე და მეც პირადად არ დავკმაყოფილებდი ვიდრე არ მივიღე პასუხებს. ბატონო ირაკლი, ერთი კითხვა მინდა დაგისვათ უკვე როგორც პოლიტიკური პარტიის ლიდერს, არა კონკრეტულად თქვენი თანაპარტიელის შესახებ, არამედ ზოგადად ქვეყანაში შექმნილ სიტუაციასთან დაკავშირებით. საერთოდ არ მინდა ეხლა რომ პირდაპირ ეთერში ძალიან ზედმეტი დრამატიზირება მოვახდინო, მაგრამ დღე არ გადის, რომ ჩვენს ქვეყანაში არ იყოს მთავარი ამბავი, თავდასხმები, მკვლელობა, დღეს საერთოდ ინფორმაცია გავრცელდა 28 ავტომანქანის საბურავი იყო ერთდროულად დაჭრილი გლდანში და ასე შემდეგ. რა ხდება ქვეყანაში? თქვენი შეფასებით რა ხდება ქვეყანაში? კრიმინოგენული ვითარება კატასტროფულად უარესდება, ინგა. მართლაც დღე არ გავა რო არ გავიგოთ ჩვენ რომ სადღაც მკვლელობა მოხდა, ყაჩაღობა მოხდა, იქ მცირეწლოვანი ბავშვებს გაუსწორდნენ ყაჩაღები. აი ყოველ დღეს შემზარავი ფაქტები იზრდება და საგანგებო სამართალდაცვითი ზომებია, მისაღები ბუნებრივია. ეს ცალკე საუბრის თემაა, როგორ უნდა დაუდგეთ გვერდში ჩვენ სამართალდამცავებს, როგორ უნდა მივცეთ მათ რესურსები იმისთვის, რომ უზრუნველყონ ჩვენი შვილების უსაფრთხოება. დღეს ეს აშკარად არ არის ამ ხელისუფლების პრიორიტეტი. ეს სამწუხაროა და ჩვენ საზოგადოებამ, თქვენ მედიამ, მადლობელი ვარ ამაზე ამახვილებთ ყურადღებას და უნდა შევცვალოთ ეს ჩვენი აქტიურობით. კიდევ ერთხელ ვეტყვი, სამართალდამცავებს სჭირდებათ რესურსები და სამართალდამცავებს სჭირდება რომ ისინი განთავისუფლდნენ პოლიტიკური წნეხისგან. თამამად გეტყვით, გიდასტურებთ, რომ მე გუშინაც ქუთაისის ბაზარში რო ვიყავი, სუსის თანამშრომლები გვიღებდნენ სურათებს. ეხა ამაზე კი არ უნდა იყოს დაკავებული ამითი და რესურსი აქ კი არ უნდა იხარჯებოდეს სახელმწიფო რესურსები, არამედ სწორედ ბანდიტებთან, ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლაში. ეს არის ამ ხელისუფლების უნარობა, რა თქმა უნდა და ძალიან გული მწყდება, რომ 3 წლის შემდეგ 2012 წლის და უკვე მე-4 წელი წავიდა ამ საკითხებზე კვლავ გვიწევს საუბარი. ეს უნდა შეიცვალოს და მას სჭირდება პოლიტიკური ნება. ბატონო ირაკლი და კიდევ ორი კითხვა მინდა დაგისვათ, ვიდრე დაგემშვიდობები. დღეს, როცა დაიწყო უკვე მე-4 წელი ქართული ოცნების ყოფნისა ხელისუფლებაში, მე მინდა თქვენ შეაფასოთ კი არა, მიპასუხოთ ასეთ შეკითხვაზე. ნანობ თუ არა რომ 2012 წელს თქვენ აღმოჩნდით ივანიშვილის კოალიციაში. აი ამ მთელი განვითარებული მოვლენებიდან გამომდინარე, თქვენი წასვლიდან, თქვენი გუნდის წასვლიდან გამომდინარე ხელისუფლებიდან კაბელების საქმის სკანდალიდან დღეს უკვე ვსაუბრობთ ალექსი პეტრიაშვილზე. თქვენ ამბობთ რომ დაყვებიან სუსის თანამშრომლები და გიღებენ. ეკამიშველაძე ამბობდა რომ მათ უღებდნენ ალექსი პეტრიაშვილს და მას. დღეს რა არის თქვენი სათქმელი? ნანობთ რომ იყავით ამ კოალიციის ლიდერი? ინგა, მე ხა ცოტა მიმძიმს ზოგადად რომ ჩვენ ვსაუბრობთ, იმიტომ რომ ჩემი მეგობარი ალექსი პეტრიაშვილი ეხა საოპერაციო მაგიდაზე იმყოფება და მის სიცოცხლეს იქ საფრთხე ემუქრება, მაგრამ ძალიან მოკლედ გეტყვით, არასდროს არ მეპარებოდა ეჭვი, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ წამოვედით კოალიციიდან, იმაში რომ ის საქმე იყო გასაკეთებელი. ჩვენ ერთად უნდა შევგვეცვალა აგრესიული, ბრუტალური რეჟიმი მიხეილ სააკაშვილის და ეს გავაკეთეთ.
ეხლა, როდესაც დავინახე, რომ ივანიშვილი იმავე გზას დაადგა, ჩვენ შევცვლით ივანიშვილის რეჟიმსაც. ამის პირობას ვაძლევ ჩემს თანამოქალაქეებს და რაც მთავარია საზოგადოების კონსოლიდაცია ამის ირგვლივ. საჭირო და ესეც მოხდება. ბატონო ირაკლი და მე უნდა გაგაცნოთ ეხლა ამ წუთას შემომაწოდეს საქართველოს პრემიერ-მინისტრის გიორგი კვირიკაშვილის განცხადება ალექსი პეტრიაშვილზე მომხდარი თავდასხმის ფაქტთან დაკავშირებით. გიორგი კვირიკაშვილი ამბობს, რომ იგი უკვე ესაუბრა შინაგან საქმეთა მინისტრთა პეტრიაშვილზე თავდასხმის შემზარავ ფაქტზე რეაგირება იყოს ძალიან მკაცრი. პრემიერ-მინისტრი სამინისტროს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართავს თავისუფალი დემოკრატების ერთ-ერთ ლიდერზე ალექსი პეტრიაშვილზე მომხდარი თავდასხმა მაქსიმალურად მოკლე ვადებში გამოიძიონ. აღნიშნულთან დაკავშირებით პრემიერი განცხადებას ავრცელებს, რომელშიც მომხდარ შემზარავ ფაქტს უწოდებს და მოუწოდებს შინაგან საქმეთა სამინისტროს, რომ გამოიძიონ მოკლე ვადებში და ვიდრე დაგემშვიდობებით. კიდევ ერთხელ, რა არის ამ წუთებში თქვენი სათქმელი ხელისუფლებისთვის? მე იმედი მაქვს, რომ გიორგი კვირიკაშვილი თავის სიტყვას შეასრულებს და მე იმედი მაქვს, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროში ის პროფესიონალი ადამიანები მიიყვანენ ამ გამოძიებას ბოლომდე და ობიექტურ ჭეშმარიტებას დაადგენენ. მართლაც მაქვს ამის იმედი და ერთს ვიტყვი, რომ ძალიან საყურადღებო უნდა იყოს ყველასთვის. მიუხედავად იმისა, ვინ ოპონენტები ვართ, ვინ მეგობრები ვართ, რომ ესეთი კრიმინალური ვითარებაა ჩვენს ქვეყანაში და პოლიტიკურ ლიდერებს შეუძლიათ ესეთი თავდასხმის ქვეშ ყოველდღიურად პრაქტიკულად მოექცნენ. ამიტომ მე მოუწოდებ საზოგადოებას თელერს, ჩემს პარტიასაც, რომ არ შევშინდეთ, ხელები არ ჩამოუშვათ და გავაგრძელოთ უკეთესი საქართველოსთვის ერთად ბრძოლა. მე მინდა რომ წარმატება გისურვოთ ბატონო ირაკლი, მადლობა რომ დაგთანხმდით და იყავით ჩვენი სტუმარი. დიდი მადლობა, მე ხა ბრუნდები თბილისში. კი ბატონო, იმედია იმ თემებზე, რომელზეც მე დღეს თქვენ მოწვეული მყავდით, სოციალურ თემებზე სასაუბროთ, ჩვენ გვექნება ბევრი დრო და ვუსურვებ ალექსი პეტრიაშვილის ძალიან მალე გამოჯამთელებას. დიდი მადლობა.